ვისაუბროთ განკითხვის დღეზე, ვისაუბროთ მეორედ მოსვლაზე. ეს ისე იქნება, როგორც ქრისტემ თქვა და ეს მოცემული გვაქვს ჩვენ სახარებაში. მეორედ მოსვლა, ცოტა ისეთი საჩოთირო ტერმინია. შეიძლება რამე კონკრეტულ მოლოდინზე, თარიღზე, დროზე ლაპარაკი. ზუსტი დრო არავინ არ იცის, მაგრამ არის მინიშნებები. ქრისტე წინასწარმეტყველებს, რომ იქნება ომები. მეორედ მოსვლის წინ. პეტრე მოციქული ამბობს, რომ იქნება ახალისა და ახალი მიწა. როცა ეკლესია სიმართლის მსახურებას შეწყვეტს, ისო რაც უმთავრესია ორჯულშიო, ის მიატოვესო სამართალი. მაგალითი უნდა იყო ურწმუნოსთვის მორწმუნე. სადაც ლეშია, იქ შეგროვდებიან ორბები. შეკითხვა. კი. გამიბოდა და უნდა დაგისვათ. ქველი საქმე არ არის გადამჩენელი. რისთვის აკეთებ? რადგან ცოცხლები მკვდრები გახდნენ, ამიტომ ცოცხლდებიან მკვდრები. შეიცანით ქრისტე და ანტიქრისტეს შეცნობა არ გაგიჭირდება. მოგესალმებით ყველას დროების YouTube არხის მაყურებლებს, განსაკუთრებით ამ გადაცემათა ციკლის, რომელსაც ქვია მამა დოროთეს ამბიონი და უძღვება კიდეც მამა დოროთე არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. მადლობა მას კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ ამ გადაცემათა ციკლში ვსაუბრობთ ქრისტიანობაზე, ვსაუბრობთ და ვეძებთ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც ქრისტიანების უმეტესობას და არა მარტო მათ აქვთ სარწმუნოებასთან დაკავშირებით. ბევრ საინტერესო რთულ თემას შევეხეთ, ვეცადეთ, რომ მასზე გვესაუბრა გასაგებად, შეძლების დაგვარად მარტივად და გამოხმაურებების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიზანს მეტნაკლებად კი არა, საკმაოდ კარგად ვახცევთ, რაც სწორედ მამა დოროთეს დამსახურებაა. ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ თემას უნდა შევეხოთ, სანამ თავად თემას დავასახელებ და განმარტავ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, დონაციისთვის, ყველა რითიც ახერხებს შეძლების დაგვარად გვეხმარება, თუმცა მაინც მინდა შეგახსენოთ, რომ თუ კი ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი არხი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ, მოიწონოთ ჩვენი გადაცემები, გადააზიაროთ, ამ ტიპის აქტივობას აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და ესეც ძალიან სერიოზული დახმარებაა დროების YouTube არხის განვითარებისთვის და რაც შეიძლება უფრო დიდ აუდიტორიასთან წვდომის გაზრდისთვის. რაც შეეხება დღევანდელი საუბრის თემას, ძალიან მნიშვნელოვანი, რთული, ამავე დროს ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი დილემურ შინაარსს მოიცავს, უკავშირდება განკითხვის დღის მოლოდინს, მათ შორის უკავშირდება გარკვეულ თეორიებს, რომელიც მათ შორის საერო ცხოვრებაში, განსაკუთრებით მეცნიერების თვალით უკვე ძალიან საინტერესოდ არის დანახული. შეიძლება ითქვას, რომ პერსპექტივაში ნაჩვენებიც უკავშირდება ადამიანის საცხოვრებელი სივრცის გარემოს, ან მისი პერსპექტიული საცხოვრებელი სივრცისა და გარემოს არსებობის მილევადობასაც, ასე ვთქვათ, ხო? არა მარტო სიტყვაზე დედამიწაზე, არამედ მის მიღმა მზის სისტემაში. თუმცა ამასთან დაკავშირებით საერთოდ მეორედ მოსვლის თემატიკა საკმაოდ ვრცლა დეტალურად არის წარმოდგენილი სწავლებაში და მამა დოროთესთან საუბრის დროს მე მაინტერესებს ვისაუბროთ ამაზე, ვისაუბროთ განსჯის დღეზე, ვისაუბროთ განკითხვის დღეზე, ვისაუბროთ მეორედ მოსვლაზე, რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს და რამდენადაც შეიძლება რომ ჩვეულებრივ ადამიანურ ენაზე ეს აღწეროთ, რას გვასწავლის ქრისტიანობა ამ მხრივ. მოგესალმებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საკმაოდ რთული თემაა. რთული თემა არა იმ გაგებით ეს იქნება, თუ არ იქნება. ეს ისე იქნება, როგორც ქრისტემ თქვა და ეს მოცემული გვაქვს ჩვენ სახარებაში. მაგრამ სირთულეს წარმოადგენს, როდის იქნება ეს ყველაფერი. აი, როდის იქნება ეს ყველაფერი? ეს არ იცოდნენ მოციქულებმა და ქრისტე ეუბნება, რომ ეს არის ის ანგელოზებმაც. და ამიტომ ზედმეტი კითხვები რო არ დაესვათ, რა თქმა უნდა, თვითონ იცის, როდის იქნება, მაგრამ როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მოციქულთა გადმოცემებს სახარებაშიც კი, აი ერთ ადგილს წავიკითხავ ახლა. იოანესთან
არის ძალიან საინტერესო და ნათქვამი, როდესაც აი ბოლო გამოცხადება იყო იესოსი და როცა პეტრეს ეუბნება, როცა პეტრემ დაინახა, ეუბნება იესოს, უფალო. ამას რა? ანუ იოანეზეა საუბარი. და ქრისტემ უთხრა, რომ თუ მე მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რა? შენ მე გამომყევი. და შემდეგ ამბობს იოანე. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე, ანუ თვითონ არ მოკვდებოდა, მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, რომ არ მოკვდებაო. არამედ თუ მე მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რაო. ანუ აქ იოანე ამბობს, რომ მოწაფეებში გავრცელდა ხმა, მოწაფეები, პეტრესთან და სხვები ამბობდნენ, რომ სანამ იოანე მოკვდება, ხა ისინი არ იფიქრებდნენ იოანე 2000 წელი იცხოვრებს. რა თქმა უნდა, მაგას ეგ არ არსებობდა მაშინ და უფრო იფიქრეს ის, რომ ანუ მალე ესეთი ქრისტეს ესეთი პასუხიც იყო მათთვის, რომ მოლოდინში ყოფილიყვნენ. გაურკვეველი პასუხია ფაქტიურად. თუ მე მსურს, შენ რა? და მე მსურსო არ უთქვამს. და ამიტომ მოციქულებიც როცა ამბობდნენ, რომ სანამ იოანე მოკვდება, მანამდე მოვაო, იოანე უარყოფს თვითონ ამას. ანუ მოციქულებზე ამბობს, რომ არასწორად გაიგესო. არ უთქვამსო ქრისტეს ეს, რომ ის არ მოკვდებაო და აქ ძალიან საინტერესოა იოანეს პოზიცია. ხა მოციქულები ამბობენ ესე, იოანეც მოციქულია და იოანეს არ უნდა დალოდება ქრისტეს. აქ არაო, არ უთქვამს, მე არ მოკვდებიო. იქ უნდა, მასთან უნდა. და ამიტომ ეს მისი პოზიცია არის ძალიან საინტერესო და ძალიან ისეთი იმიტომ რომ თვითონ გამოცხადებაც იოანეს ეკუთვნის და ამ გამოცხადებაში ესე ამთავრებს ჰეუფალო მოვედ. ანუ მასთან უნდა და რაც შეეხება მეორედ მოსვლას. საერთოდ აი კვირას არის საშინელი სამჯევრო, ესე დაარქვა ეკლესიამ. ეს არის მარხვისთვის მზადების ერთ-ერთი კვირადღე, დიდ მარხვისთვის, დიდი მარხვა სანამ დაიწყება, ყოველთვის იკითხება ეს სახარება, განკითხვის სახარება. და აი ძალიან საინტერესოა, რატო დაარქვა ეკლესიამ საშინელი სამჯავრო. ვისთვის იქნება ეს საშინელი? განა ქრისტეს მოსვლა საშინელი? არა, რა თქმა უნდა. აი დღეს ადამიანები, რომლებიც გასვენებულები არიან და ქრისტეს მოსვლამდე სავარაუდოდ ჩვენც იმ ქვეყნად ვიქნებით. და ყოველი ადამიანი, რომელიც ქრისტიანი განსაკუთრებით და ყოველი ადამიანი, რომელიც ვერ ცხონდება პირდაპირ, ანუ პირდაპირ ვერ მოხვდება ქრისტესთან, ხდება იქ, სადაც ქრისტე არ არის, ანუ ჯოჯოხეთში. და ყოველ ქრისტიანს განსაკუთრებით რჩება იმედი, რომ როცა მოვა ქრისტე, იხსნის. ამიტომ იმისთვის, ვისაც იმედი რჩება, ეს არ არის საშინელი სამჯავრო, პირიქით მოლოდინია. მაგრამ ვისთვის არის ეს საშინელი სამჯავრო? იმისთვის, ვინც საბოლოოდ ვერ გადარჩება. ანუ ჯოჯოხეთში მყოფთათვისაც ამავე დროს იმედი და მოლოდინია. დიახ, მაგრამ იმ ჯოჯოხეთში მყოფთა შორის არიან ისეთები, რომელთაც ეს იმედი არ შეიძლება კონდეთ? დღეს შეიძლება კონდეთ. მაგრამ იქნება საბოლოოდ, რომ საერთოდ გაწყდება იმედი. ეს არის საშინელი. ანუ დღეს ჯოჯოხეთში მყოფობა არ არის ჩაკეტილობა საბოლოო. რადგან იმედი შეიძლება ყველას რაღაცის იმედი კონდეს, მაგრამ მეორედ მოსვლისას რო უკვე გადაწყდება ვინსაით წავიდეს.
იქ ვინც ჯოჯოხეთში მოხდება მორჩეი საბოლოო ამიტომ არის ის საშინელი და არა იმიტომ რომ ვინც გადარჩება იმისთვისაა საშინელი პირიქით ის ჯილდოს მოელის აქვე უნდა ითქვას რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ეხლა ვინც არის ჯოჯოხეთში ვინც არის 64-ში არ არის განკითხული ან არც ეს არის საბოლოო დაჟილი არც ის არის საბოლოო დაჯილდოებული საბოლოო ჯილდო და საბოლოო საჟელი იქნება მეორედ მოსვლისას ეს ახლა როგორ გავიგოთ რომ ადამიანი არის სული და სხეული და დღეს იმ ქვეყნად ადამიანი მხოლოდ ქრისტეა სულით და სხეულით და ჩვენ ვწამს რომ ასე არის ღვთისმშობელიც მაგრამ პავლე დღეს არ არის ადამიანი ამიტომ არის აი როცა წმინდანის ხსენება ესე ამბობენ აი როცა არის მაგალითად გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენება ახლა ხან იყო გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელზე ვინც არის აი ჩემი ანგელოზის ხსენების დღეა ჩემი ანგელოზის ანუ გრიგოლ ღვთისმეტყველი ხო ანგელოზი არ ყოფილა მაგრამ დღეს არის ანგელოზური მდგომარეობაში არის მარტო სული ხო ამიტომ ეს მარტო სული არ არის ადამიანი და მარტო სული არც ბოლომდე განიკითხება და არც ბოლომდე დაჯილდოვდება და ადამიანი განიკითხება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ როცა ის შეუერთდება თავის სხეულს რომელიც აღსდება და ეს მოხდება მეორედ მოსვლის ჟამს აი ამ მეორედ მოსვლაზე რაც შეიძლება ითქვას აი მაგალითად მეცნიერებით რაღაც მილევადობაზე ხო საუბრობენ რომ სამყარო მილევადია მაგრამ ეს მოხდება არა იმის გამო რომ სამყარო გახდება მილევადი არამედ ცხონება გახდება შეუძლებელი გადარჩენა გახდება შეუძლებელი ანუ მეორედ მოსვლა არ იქნება იმიტომ რომ ზემ ამოწურა თავისი ვადა არა ზეს დარჩება თავისი ვადა კიდე მილიონი წლები როცა იქნება მეორედ მოსვლა ანუ მზის პრობლემა კი არ არის ადამიანის პრობლემაა რომ ადამიანი გადარჩენა შეწყდება აი გადარჩენა შეწყდება და ამის ნიშნები არის მოცემული აი მაგალითად ძალიან საინტერესოა ქრისტე ამბობს რომ ორი იქნება ხანაში ერთს წარიტაცებენ მეორეს დატოვებენ ორი იქნება საწოლზე ანუ მძინარე მდგომარეობაში ერთს წარიტაცებენ მეორეს დატოვებენ ორი ქალი იქნება დაფქვის პროცესში ეს ორი ქალი ქვავდა სახლის სისხლები იყო და ესე იგი ეს არის მაგარი კარგი მოქმედება იმდო ოჯახისთვის ამზადებენ საჭმელს სიკეთეს აკეთებს აი ორი ქალი იქნება სიკეთის კეთებაში რომ და შვილისთვის მეუღლისთვის ოჯახისთვის ხორბალს ქვავს ამ პროცესში იქნება ერთი გადარჩება მეორე ვერა ანუ იმდენად სულზეა დამოკიდებული იმდენად სულიერ განწყობაზეა დამოკიდებული გადარჩენა რომ არა იმ საქმეზე რასაც შენ აკეთებ ორს ძინავს ძილშია ერთი გადარჩება ორი ყანაშია ყანა ხო შრომა ესეც სიკეთეა ერთი გადარჩება მეორე არა და ერთს წარიტაცებენ მეორეს არაო და აქ მათე სახარებაში არ არის ისა მითითებული ლუკასთან არის ორივე განწერია რომ სადაც ლეშია იქ შეგროვდებიან ორბები და ლუკასთან არის ესე მითითებული რომ ქრისტე რო ამბობს რომ წარიტაცებენო ეკითხებიან საადო უფალო აი სად წარიტაცებენო სად წავაო ეს ხალხი და პასუხია ეს სადაც ლეშია სადაც უფრო სწორი თარგმანი ამის იქნება ეხლა ახალი სახარების ახალი თარგმანი გაუკეთებიათ იქ არის ჩაწერილი სხეული მაგრამ ესეც არ არის სრული უნდა დაუმატოთ მოკლული ან მკვდარი სხეული
სადაც არის მოკლული სხეული, მკვდარი სხეული, იქ იკრიბებიან ორბები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ სად წავლენ ეს ადამიანები, სად არის ცხონება და ქრისტე აქ მინიშნებით, იმიტომაც ამბობს, რომ ქრისტე ცოცხალია, ქრისტე არ არის მოკლული. ჯერ არ ეუბნება, რომ მას მოკლავენ. და ორბები არიან არწივის სახეობა, რომლებსაც არ აქვთ ბასრი ბრჭყალები და ლეშს ჭამენ, იმიტომ თვითონ ვერ კლავენ. სხვის მოკლულს ჭამენ. სხვის მოკლულს, იმიტომ რომ ბასრი ისინი არ აქვთ და ქრისტეს ხო სხვისი მოკლულია. ჩვენ ხო სხვის მოკლულს ვეზიარებით, ამ შემთხვევაში ორბები ვითავართ. მის სისხლს და ხორცს ვეზიარებით და ამ შემთხვევაში სისხლს და ხორცთან ზიარება კი არ არის, არამედ ეს ადამიანები იქნებიან იქ, სადაც არის ის სხეული, რომელიც ამ ქვეყნად მოკლეს და აღსდგა. ანუ სადაც არის ქრისტე. სხეულებრივად. აი იქ შეიკრიბებიან ის ორბები, რომლებიც ქრისტეთი იკვებებიან ამ ქვეყნად. მოკლული ქრისტეთი. და ეს არის ცხონება, ეს არის გადარჩენა. რაც შეეხება მეორედ მოსვლას, აი მეორედ მოსვლა, ცოტა ისეთი საჩოთირო ტერმინია. მეორედ ქრისტე არ მოვა. აი ესე პირდაპირ ჩვენ მივალთ ქრისტესთან. ამიტომ ამბობს ქრისტე, რომ სადაცო როცა გეტყვიანო, რომ აგერ უდაბნოშიაო, ნუ გახვალთო, აგერ შიდა ოთახშიაო, რომ გეტყვიანო, ნუ შევხვალთო, არ დაუჯეროთო. არამედ როგორც ელვა გამოჩნდება აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებსო, ესე იქნებაო კაცის ძის მოსვლა, თავისი დიდებით. ახლა ამას პავლე მოციქული განმარტავს ესე, რომ ჩვენ ვერ დავასწრებთ მიცვალებულებს. ჩვენ რომლებიც ცოცხლები ვიქნებით ქრისტეს მოსვლის დროს. ანუ პავლე მოციქულიც ამ შემთხვევაში ცოცხლებში მიათვლიდა თავს. იმიტომ იმანაც არ იცოდა, როდის მოვიდოდა ქრისტე. მაგრამ პავლე მოციქული ახლა იქ არის და ის დაგვასწრებს, რა თქმა უნდა. ამიტომ ამბობს, რომ ჯერ მიცვალებულები აღსდგებიან, ისინი მივლენ პირველად და ჩვენ წამიერად შევიცვლებით. რას ნიშნავს? აი წამიერად ადამიანი გახდება აღდგომილი ხორცით. ანუ ხორცი პობა კი ვერ მოასწრებს, ვინც მაშინ ცოცხალი იქნება, უცებ შეიცვლება, ანუ მოკვდება და ხორცით შეიცვლება. და მისი ხორციც სხეულიც გამქრალია და რა თქმა უნდა საუღუნეებიც იმისი აღსდგება. და ჩვენიც, ანუ ჩვენ თუ ცოცხლები ვიქნებით, მე არ მგონია მაშინ ცოცხალი ვიყო, მაგრამ ამ ქვეყნად, მაგრამ თუ ცოცხლები დავრჩებით, წამიერად გარდავისახებით და ვიქნებით ისეთივე აღდგომილი სხეულითაც, როგორიც მიცვალებულები აღსდგებიან. პავლე მოციქულის ვერსიით ჯერ მიცვალებულებს ერგებათ ეს რიგითობა და შემდეგ ვინც ცოცხლები იქნება. და ჩვენც შევეგებებითო ხრუბლებში, ანუ არა ამ ქვეყნიური შეგებებაა ეს. ანუ მეორედ მოსვლა არ იქნებას ვამბობ იმ გაგებით, რომ აი ესე დალაგებული სამყარო და დალაგებულში გულისხმობს ზეანათებს, თორეისა და აქ მოვიდა ქრისტე მეორედ, ეგეთი რამე არ იქნება. არამედ ჩვენ მივდივარ, ჩვენ ვეგებებით და უბრალოდ ეს მეორედ იმიტომ ეძახიან, რომ მეორე გამოჩენაა მისი. და მეორე გამოჩენაა ისეთი, როგორიც ის არის. ამას ამბობს იოანე მახარებელი, რომ როცა ის გამოჩნდება, ჩვენც ისეთები ვიქნებით, როგორც ის არის. ანუ ქრისტე გამოჩნდება თავისი დიდებით. ანუ თავისი დიდებით ნიშნავს იმ ღვთაებრივი დიდებით, იმ ღმერთობით, რაც არის.
ჩვენ ხომ მონის ხატი მიიღო, ანუ ჩვენებური ჩვენ ადამიანის ხატი მე. მაგრამ აღდგომილი უკვე ის იმდიდებაში იყო, მაგრამ მანამდეც დიდებაში იყო, მაგრამ სხეული ქონდა მიღებული მონის, ანუ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ჩვენი. აი, ამაზე ამბობს იოანე ოქროპირი ძალიან საინტერესო რაღაცას, როდესაც მარიამ მაგდალინელი ესაუბრებოდა ანგელოზებს, ანგელოზები ესაუბრებოდნენ უფრო სწორედ. საფლავში შეიხედა დაინახა ანგელოზები და რას ეძებ. და ამ დროს უკან მიიხედაო და ოქროპირი ძალიან საინტერესო კითხვა სვამს, რომ როგორ შეიძლება ანგელოზებს ესაუბრებოდე და უკან მიიხედო. აი რამ აიძულა ანგელოზს ესაუბრები, ნათელ ანგელოზს და როგორ შეიძლება მოწყვიტო თვალი და უკან შინცნობის მოყარება სხვა მიმართულებით წავით, ესე შეუძლებელიაო. და მაშინ რა მოხდაო, რატომ მიიხედაო უკან? და ანგელოზების აღტაცებული სახე დაინახაო. ანუ ის ანგელოზები უცქერდნენ ვიღაცას სხვას მათზე დიდ. ანუ იმდენად აღტაცებული სახეები ჰქონდათ და იმდენად ისა უცებ, როცა ქრისტე გამოჩნდა მარიამის უკან. აღდგომილი მაცხოვარი. ანუ ეს მიანიშნებს იმას, რომ ის ანგელოზებმა თავის დიდებაში ნახეს. და მარიამმა ნახა როგორც ნებაღე. ანუ ღმერთს შეუძლია თავი გაჩვენოს ისეთად, როგორც მას უნდა, რაც ჩვენ არ შეგვიძლია. ანუ ხორციელად ჩვენ რაცა ვართ, ნახა თუ შევიღებები და რაღაც ეგ სხვა საკითხია, მაგრამ რაც ვართ, ის ვართ. რა ფერის ვართ, ის ვართ. და ღმერთს შეუძლია როგორც ჩვენთვის მისაღები ისე გამოგვეცხადოს. მარიამს გამოეცხადა როგორც ნებაღე, კლეოპას გამოეცხადა როგორც მწირი უცხოქვეყნიდან ჩამოსული მოგზაური უპატრონო თან. მწირი არ ნიშნავდა ტურისტს, არამედ თავისი ქვეყანა რო არ გააჩნია, თავისი არაფერი არ გააჩნია და აი უპოვარია შენს ქვეყანა შემოხიზნული. ეს იყო მწირობა, მაშინ ტერმინს ნიშნავს ეს და ეს ტერმინი ამას ნიშნავს. ანუ ქრისტე არ ეცხადებოდა იმ დიდებით, თორე იმ დიდებაში იყო. უკვე ხორციელადაც გულისხმობ, თორე დიდებაში იყო მუდმივად, მაგრამ აი ხორციელადაც უკვე ის ხორცი არის აღდგომილი და აი როცა ის გამოჩნდებაო თავისი დიდებით, ანუ როგორც ღმერთი დააჯდება თავის დიდების ტახტზე. და აი აქაც ეს თვითონ ქრისტე ამბობს, მაგრამ მამები რო განმარტავენ, ძალიან საინტერესოა ესეთი ხედვა, რომ მისი ღვთაებრიობა და მისი დიდება მაშინაც არ გამოჩნდება იმდენად, როცა ჯერ კიდევ იქნება განკითხვა, პროცესი. ანუ როცა დაჯდება დიდების ტახტზე ერთი მის მარჯვნივ გაარჩევს თვითონ, არჩევს ანგელოზებიო გამოარჩევენო და ერთი მოხდებიან მის მარჯვნივ და მეორე მის მარცხნივ, მარცხენა და განიკითხავს ჯერ მართლებს, მერე განიკითხავს დასაჯელ ხალხს. მაგრამ ჯილდოს აძლევს მართლებს ამათ შემდეგ. ანუ ჯერ მართლებს ახან განიკითხავს, განკითხვისთანავე არ ეტყვის. ჯერ ამათ უშვებს, წადით ჩემგან წყეულნო. და მერე ამათ ეუბნება მოდით. ანუ ის დიდება, რომელიცაც მართლები ხედავენ, გამოჩნდება მხოლოდ მართლებთან და არა ამათთან. და ესეც მოწყალება არისო მისი, რომ ის დიდება, ვინ საჯელს იმსახურებს, ის დიდება არ გამოჩნდეს, იმიტომ უფრო დააბრმავებს, უფრო გაანადგურებს რა დაკარგა. რამხელად ის დაკარგა და ამიტომ განკითხვის დღეს ესეთი ეს აუცილებლად იქნება დედამიწა შეიცვლება, პეტრე მოციქული ამბობს, რომ იქნება ახალისა და ახალი მიწა, ანუ შეცვლილი
განსულიერებული. ანუ ჩვენ არ ვიცით როგორი იყო დედამიწა დაწყებლამდე. როგორი იყო 60, რაღაცა კი წერია ესეთია მინიშნებები, მაგრამ აი დღეს უკვე ცოტა ისეთი ადვილი ის არის, აი მაგალითად დედამიწაშია წონადობა და დედამიწის იქეთ უწონობაა, ხო? ანუ დაფრინავს კაცი. ვერ დადგება. ხო? და ამიტომ რაღაცა სხვადასხვა ის მოვლენებსაც უკვე ვხედავთ, ხო? სივრცე სადაც მიწასახარ მიაჭული დგეხარ აერში მიზიდულობის კანონი შენ არ გიშვებს რომ გაფრინდე და იქ ის კანონი არ არსებობს, ანუ სხვადასხვა კანონები ვიცით უკვე, ხო? კანონზომიერებები სამყაროშივე. მაგრამ ჩვენს მიერვე დაზვერილ სამყარო. ხო, რაც ჩვენ დავინახეთ, ხო? ხო და იქ როგორი კანონზომიერება იყო და დედამიწა როგორი იყო. ამიტომ ეძახიან განსულიერებულს. ანუ აი ეს განახლებული დედამიწა ვისთვის არის მაშინ? ისევ ადამიანისთვის. მაგრამ ეს ახლა დაკონკრეტებით ეს როგორი იქნება ჩვენ ეს არავინ არ იცის. დაკონკრეტებით, მაგრამ აი მაგალითად ხშირად ამბობენ რომ სამყარო ისა 64 არ არსებობს, 64 არის შიგნით, ანუ ტერიტორია არ არსებობს. რა თქმა უნდა ის 64 რომელიც იყო ისე არ არსებობს. მაგრამ მაინც არსებობს ტერიტორია. და რატო? ადამიანი არის შემოფარგლული არსება. აი როგორც ხორციელად ჩვენ ხო შემოფარგლული აქ ვიწყები და აქ თავდები და აქ თავდები. ესაა ჩემი შემოფარგლულობა. ერთი შემოუფარგლავია. მაგრამ ჩვენი სული შემოფარგლულია. ანუ ადგილი ჭირდება. რაც შემოუფარგლავია, იმას ადგილი არ ჭირდება, ხო? ის ადგილზე მეტია. და რაც შემოზღუდულია, იმას ადგილი ჭირდება. ამიტომ ჩვენ თუ კი არა ხორციელად რო ავსგებით, სადღაც ხო უნდა ვიყოთ? ტერიტორია. ხო, ჰაერში იქნება ეს, ანუ ქრისტეზე ვამბობთ რომ მიწის ქვეშ ჩავიდა. ანუ ჯოჯოხეთზე ვამბობთ რომ ჩავიდა. ადამიანის სულზე ვამბობთ რომ ავიდა. ანუ ეს ჩასვლა და ისა პირობითი არის მაინც. ეს ჩვენ ვერ დავამტკიცებთ რომ ჯოჯოხეთი მიწის შუაგულშია. ტერიტორიულად, მაგას უბრალოდ მაინც ჩასვლა მდგომარეობიდან გამომდინარე. და ცხონება ასვლა. და ამიტომ სადაც ქრისტეა, როგორც თქვი, სადაც არის ის, ვინც მოკლეს, ანუ ქრისტეს აღმდგარი სხეული, სადაც ის არის ტერიტორიულად, სადღაც არის. ქრისტე როგორც კაცი, ყველგან არ არის. ყველგან ყოფობა კაც არ შეუძლია. ქრისტე ყველგან არის, მაგრამ როგორც ღმერთი. მაგრამ როგორც კაცი, ნათქვამია რომ ის ამაღლდა და დააჯდა მარჯვენით მამისა. ეს მარჯვენით მამისა მამას მარჯვენა არ აქვს. მაშინ ის შემოსაზღვრული იქნებოდა, აქეთ მარჯვენა, აქეთ მარცხენა რო იყოს. ღმერთს არ აქვს მარჯვენა, მარცხენა შემოსაზღვრული არ არის. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ დაჯდა მარჯვენით მამისა ის განაგებს, როგორც კაცი. მაგრამ ქრისტე არ არის მარტო კაცი. ქრისტე არის ღმერთი სრული და კაცი სრული. და მას გადაეცა როგორც კაცს განკითხვაც, ამიტომ წერია რომ დაჯდება თავის დიდების ტახტზე. ვინ დაჯდება? ძე კაცისა. ის განჯის. ამას რამდენიმე შეკითხვა გამიბოდა და უნდა დაგისვათ. პირველ რიგში ირიბად შეეხეთ, მაგრამ შეიძლება რამე კონკრეტულ მოლოდინზე, თარიღზე, დროზე ლაპარაკი, იმიტომ რომ რაც კი არსებობს კაცობრიობა, მუდმივად არის ხოლმე მცდელობები წინასწარმეტყველების ყოველი თარიღის, მეორედ მოსვლის განკითხვის დღის და ასე შემდეგ. ამ ხრივ რას გვეუბნება ჩვენ ქრისტიანული სწავლება. მეორე შეკითხვა ადრეც ისაუბრეთ თქვენ ამაზე, მათ შორის ქართული მისამნების ქართული შესატყვისი წარმომავლობა, გამარჯვება თქვენ ბრძანეთ, რომ მოდის არა გამარჯვების ამგაგებით, არამედ აი მარჯვნივ განკითხვის დროს მარჯვნივ ყოფნის სურვილით და დალოცვით ამხრივ, ხო? მაგრამ რადგან მაინც მსაჯულობაზე ვლაპარაკობთ ამ დღეს, განკითხვის დღეს,
ანუ განისჯება რამე თუ უკვე განსაზღვრულობაა, რადგან უკვე ნაწილი არის გარდაცვლილი სრულების მათ შორის სამოთხეში, ნაწილი არის ჯოჯოხეთში, ეს უკვე განსაზღვრულობაა და უბრალოდ ნაწილს მარჯვნივ მიუჩენ ადგილს, ნაწილს მარცხნივ თუ ხდება შუალედში რამე განკითხვა. მით უმეტეს როგორ ხდება განსჯა იმათთან მიმართებაში, რომლებიც ცოცხლები შეხვდებიან მეორედ მოსვლას. ხო, ძალიან ბევრი პირველი თარიღსაცია. პირველით არ დავიწყებ ბოლოთი, განსაზღვრული არის მხოლოდ ერთი. ვინც ზეცაშია, ვინც ქრისტესთან არის, ის არ მოხდება ჯოჯოხეთში. მაგრამ ვინც ჯოჯოხეთში, კარი არ არის ჩაკეტილი. ანუ ზეციდან გადმოვარდნა არ იქნება, მაგრამ ქვესკნელიდან ამოსვლა იქნება. ხო. ბევრის. რაც შეეხება ჩვენი თვითონ აი ვინც აქ ცხოვრობთ, ჩვენ საით რომელ მხარეს ვდგევართ, ამის განსაზღვრა შეიძლება. ამის განსაზღვრა შეგვიძლია იმის მიხედვით თუ რა იქნება განკითხვის საგანი. ქრისტე რითი განგვიკითხავს. ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტეს მიერ ნათქვამი მცირე ძმათაგანი. მცირე ძმათაგანი ეს არის ძალიან რთული, რას ნიშნავს? და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს ვიცოდეთ. ამიტომ ვინც მე მშიოდაო, მე მწყუროდაო, მე ვიყავიო საპატიმროში. აი ჩვენ ხო ხშირად ვამბობთ რომ აი ვინც მწყურვალს და მწყურვალი ქრისტეა ყველა? არა. მშიერი ყველა ქრისტეა? არა. ამიტომ მე მშიოდა ამბობ. ანუ მეს რო არ ამბობდეს, მაშინ ყველა ადამიანი ვინც სიკეთეს აკეთებს პირობითად, ყველა გადარჩება. მაგრამ ესე არ არის. ანუ მისი გულისთვის არის. აქ არის მთელი ისა შინარსი ჩადებული და ახლა ისი თქმა შეიძლება როგორ განსაზღვროთ ჩვენ ეს მოქმედებები. აი 10 თენა არის ქრისტესა და მართლებს შორის და 10 თენა არის ქრისტესა და მტყუნები თუ როგორ თქვა დასაჯელებს შორის. ანუ მარცხნე ვინც არის იმათსა და ქრისტეს შორისაც 10 თენაა, მარჯვნივ ვინც არის იმათსა და ქრისტეს შორის 10 თენაა. სიტყვებში. აი მაგალითად ქრისტე ეუბნება, თქვენ მაჭამეთ, თქვენ მასვით, თქვენ მინახულეთ ციხეში, სად გნახეთ უფალ? 10 თენაა, ხო? მეორეს ეუბნება, თქვენ არ მაჭამეთ, თქვენ არ მასვით, თქვენ არ მომხედეთ. ისინი ეუბნებიან, სად გნახეთო? რო გვენახეო გავაკეთებდითო. სად გაჭამეთო ისინი ამბობენ და ისინი ამბობენ სად გნახეთო. და ძალიან მნიშვნელოვანი ხა ვინც მარცხნივ მოხდება, იმათ შეიძლება ძალიან ქველის მოქმედი საქმეები კონდეს გაკეთებული. ისეთი რომელსაც მე ვერასოდეს ვერ გავაკეთებ. აი მაგალითად შეიძლება სამების ტაძარი კონდეს აშენებული. რომელსაც მე ვერასოდეს ვერ ამაშენებ. მაგრამ შეიძლება ვერ გადარჩეს. ქველი საქმე არ არის გადამჩენელი. რისთვის აკეთებ? მიზანი რა არის? არა გამოძრავებს. ქრისტე სიმართლე თუ არა? ამიტომ თუ შენ სიმართლე არ გამოძრავებს და თუ შენ არავისი ქრისტე არ გინახია არასოდეს. თუ შენ არ დახმარები ხარ იმიტომ რომ ის ქრისტესია. ის მართალი კაცია. ქრისტეს მართალია. ქრისტეს მსახურია. უღდელზე არ გულისხმობ. ადამიანი, აი სიმართლეს ემსახურება. ქრისტიანულ სიმართლეს ემსახურება და სიმართლეს გულისთვის არის დამცირებული. აი ეს არის მცირეთაგანი. ქრისტესთან ქრისტე დააყენებს ბავშვს და ვინცო მოციქულებს ეუბნება. იქ ვისაც პირველობა უნდათ მაშინ აკეთებს ამას ქრისტე, რომ ვინ არისო ჩვენ შორის დიდი. და ქრისტე ეუბნება, ვინც ამ ბავშვით მცირე არ გახდება.
ეგ ესეც ძალიან საინტერესო ის არის ბავშვივით მცირე ნიშნავს რომ ისინი ხო ძველი რჯულის გაზრდილები იყვნენ და ბავშვივით უნდა გამختარიყვნენ ამ რწოდნენ არაფერი არ ვიცით იმიტომ რომ ძველი თუ იცი ახალს ვერ მიიღებ ანუ ძველზე თუ ხარ გაჭედილი მოდი ესე ვთქვა ახალი ვერ გახსნის მას ამიტომ ის უნდა ჩათვალო არ იცი და ახალს რომ მიიღებ მე ძველსაც გებულ ამიტომ ბავშვივით უნდა გახდეს შემსმენელი და აი ეს ბავშვივით გახდომა მიმღები უნდა გახდეს ან ჩაკეტილი არ უნდა კონდეს ეს ქრისტეს რო დაემოწაფო უნდა იყო ბავშვივით უცოდინარი და მხოლოდ მის ცოდნას უნდა ღებულობდე ბავშვით უცოდინარი ნიშნავს რომ დააკვირდით მადლობაო мама რომელმაცო ჩვილებს განუცხადეო და ბრძენთაგან დამალეო ეს ბრძენთაგან დამალე ცოტა არასწორი თარგმანია ჩემი აზრით იმიტომ რომ მომერთი არაფერს არ უმალავს ეგ ჩვენ რო თარგმნეთ ესე ვთარგმნეთ რომ მადლობა мама რომ ჩვილებს განუცხადე ანუ ბავშვებს განუცხადე ის რასაც ბრძენები ვერ ჩაწვდნენ ანუ მეტი არ დაუმალე არამედ აი ბრძენია კაცი და ვერ დაგინახა და შეძელი ეს რომ ჩვილებს დაინახათ ის რაც ბრძენებმა ვერ ნახეს დიდებულებმა ვერ ნახეს წვეულებმა ვერ ნახეს აგერა გლახაკებმა დაინახეს და დიდებულები რატო ვერ ნახავენ თავისი ცოდნა აქვთ თავისი პირადი ცოდნა აქ აი ფარისევლები რო ეკითხებიან იმას მაცხოვარს მოწაფეებს აიო თქვენი მოწაფეო რატო ჭამსო მეზვერეებთან მებაჟეებთან ანუ მათთან ერთად რატო არიო და ჩვენთან რატო არ არიო ეს მეტაი როგორი პრეტენზია აქვთ ხო იმათთან უნდათ რომ მათთან იყოს ის მესია თუა მაშინ მე ხომ მემსახურებოდი მას და სინამდვილეში არ ამბობენ იმას რომ მას უნდა მომსახურებოდნენ მაგრამ მესიის მომსახურების სახელი გამოიყენეს სათავისოდ და კარგად ცხოვრობდნენ სიმდიდრით ცხოვრობდნენ პატივით ცხოვრობდნენ უყვართო მოკითხვაო მასწავლებელი რო დაუძახო და ქრივთა სახლებს ჭამენო და ისო რაც უმთავრესია რჯულშიო ის მიატოვესო სამართალი იოანე რო ამბობს გამართეთო ბილიკები უფლის ბილიკებიო ეს არის გამართეთ უფლის სამართალი გამართეთ ანუ დარღვეული გაქვთო უსამართლოები ხართო ღმერთის სამართალი არ იცითო უსამართლოები ხართო ეს გამართეთო ეს არის ხმამღაღადებელი რასე უნდა გამართეს სხვანაირად ვერ მიიღებ მას უსამართლო ხარ და ძალიან საინტერესო და ძალიან რთული არის ერთი ადგილი პავლე მოციქულთან ჩვენ ხო სირთულეებს ვეჭიდებით ეგ ზუსტად და ესეც აი თქვენი რა დრო ზუსტი დრო არავინ არ იცის რა თქმა უნდა მაგრამ არის მინიშნებები ერთი ამას ვიტყვი რომ და გულსმოდგინეთ ეცადეთ იყოთ მშვიდნი აკეთოთ თქვენი საქმე საკუთარი ხელებით როგორც ჩვენ გამცნეთ საკუთარი ხელებით ირჩინეთ თავიო ანუ ღმერთის სახელით და ღმერთის სახელით არ უნდა ისარგებლო მიწიერად აი როგორც ახლა ეპისკოპოსი ვარ და რას ამბობ მე დიდრული მანქანა უნდა მყავდეს იმიტომ რომ ქრისტეს მსახური ხარ და სინამდვილეში საკუთარი ხელით საკუთარი შრომით რაც არ უნდა ის იყო აი სპირიდონ ტრიბუნელზეა ნათქვამი რომ წემსი იყო და თავის მოსავალს რაც ქონდა იმას იქეთ აჭმევდა ღარიბებს და დღემდე იმიტომაც არის უდიდესი ხო აი მიცვალებულიც კი შველის ადამიანებს ხო და ესეც სხვადასხვა აი საოცრება არის აი წმინდა ნაწილთა თაყვანიცემა ხო და ხშირად მიფიქრია ხოლმე მიცვალებული სპირიდონი შველის ადამიანებს და ცოცხალი ეპისკოპოსი წარსვავს ადამიანებს
და ცოცხალს არაფერი არ შეუძლია, იმიტომ რომ მასში არ არის ღმერთი და ამით ღმერთი, როცა მიცვალებულთან მიდიხარ, თუნდაც მინდა, ხო წმინდა სპირიდონი, ამ ხელს ცოცხლებს. რადგან ცოცხლები მკვდრები გახდნენ, ამიტომ ცოცხლდებიან მკვდრები. ანუ ცოცხალივით იქცევიან მკვდრები. თორე ამას პავლე აკეთებდა, ცოცხალი პავლე აკეთებდა. მაგრამ ცოცხალი ეკლესიაში თითქმის არავინ არ დარჩა ცოცხალი. ცოცხალი არ არის. და აი ამაზე არის ხოთაშორის აქისა. რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეებთან და არაფერი გაგიჭირდეთ. ანუ გარეშეებთან მაგალითი უნდა იყო. მაგალითი უნდა იყო ურწმუნოსთვის მორწმუნე. მღვდელი ერისთვის მაგალითი უნდა იყო. ეპისკოპოსი მღვდლისთვის, ერისთვის, ყველასთვის მაგალითი უნდა იყო. და ქსურთ იცოდე ძმანო, სიმართლე. განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც სასოება არ გააჩნიათ. ვინაიდან თუ გწამს, რომ იესო ქრისტე მოკვდა და აღსდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად. რაზეც ვილაპარაკეთ, ხო? რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე ვერ დავასწრებთ განსვენებულებს, ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვაციდან ბრძანების სიტყვით მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღზღებიან, მერე კი ჩვენ ცოცხლა დარჩენილები მათთან ერთად ვიქნებით ზეახტაცებული ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი. ეს არის რაც უკვე ისაუბრეთ თქვენ. ხო, ეს არის ისაუბრე და ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რთული ადგილია. აი მაგალითად წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივე მაღლა თქმულის მიმართ, რაც კი სახელდებულია ღმერთთან, იმას შეეწინააღმდეგებაო, ანუ ანტიქრისტეზეა საუბარი. ის რომ ღვთის ტახტშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს. ეს არის ძალიან რთული ადგილია და ამიტომ წავიკითხავ. განა არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას. ახლა იცით რა აკავებს მას, რომ გამოცხადდეს თავის დროზე. ანუ ანტიქრისტეს რა აკავებსო თქვენიო იცითო, გეუბნებოდითო, მაგრამ სამწუხაროდ არ წერია რას ეუბნებოდა. ეს არის პავლე მოციქულის მეორე წერილი თესალონიკელთა მიმართ მეორე თავი. ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა შემაკავებელი აკავებს, სანამ შუაგულიდან არ იქნება გაყვანილი. აი ეს ახლა შემაკავებელი აკავებს, სანამ შუაგულიდან არ იქნება გაყვანილი. ამაზე ისეთი გულწრფელები არიან მამები, მაგალითად წმინდა მამა ნეტარი ავგუსტინე ამბობს, მეო სიმართლეს გეტყვითო, არ მესმისო რას ამბობს. აკუ პავლე რას ამბობს, არ მესმისო. ხო და მერე ამბობს, რაც გამიგიაო და ამბობს, რომის იმპერიაზე და იმპერატორზე ამბობს. ოქროპირი ამბობს, რომ ამაზე ამბობენო სულიწმინდაზე თქვაო, მაგრამ თუ სულიწმინდაზე იტყოდაო, ასე მინიშნებითო რატო იტყოდაო. უფრო ხელისუფლებაზე თქვაო ალბათ. და ისიც რომის იმპერიაზე, რომ მინიშნებით, იმიტომ რომ მათ წინააღმდეგ არ გამოჩენილიყო და ასე შემდეგ, მაგრამ ხა ოქროპირიც რასაც ამბობს, ისიც არ გამართლა, იმიტომ რომ რომის იმპერია დაიქცა, არ არსებობს, მაგრამ რომის იმპერიის აღსასრული არ გამოვიდა იმის ნიშნად, რომ მეორე თოსლა იქნებოდა. იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე გასული 1000 წლეულია რომის იმპერიის და თუ ბიზანტიასაც რომად ჩავთვლით, რომი იყო ესეც, ნებისმიერ შემთხვევაში არ მე-13 საუკუნეში უკვე ეგ იმპერია დაეცა და მე-14-ში საბოლოოდ, ხო? მე-14-მე-15. ხო და ბევრი ხანია გასული. ამიტომ ესეც არ გამოგვადგება. და არის რაღაცა ესეთი განხილვები, რომელიც ძალიან რთულია, მაგრამ აი რა არის შემაკავებელი? შემაკავებელი არის, აი როგორც გითხარით,
ამ შემთხვევაში შემაკავებელი იყო თვითონ პავლე, მოციქულები და ქრისტიანები. სანამ შუაგულიდან არ გაიყვანენ, სანამ სულიწმინდის მსახურება იქნება, სანამ ეკლესია სულიწმინდის მსახური იქნება. სანამ სულიწმინდის მსახური ადამიანებს ეკლესიიდან არ გაყრიან. და ესეთიც ძალიან ცოტა იქნება დარჩენილი. იმიტომ რომ სულიწმინდა არის ერთადერთი ძალა, რომელიც არის ჩვენში და რომელიც გვანახებს ანტიქრისტობას, ქრისტეს აწინააღმდეგოს. და ამიტომ აი დააკვირდით როგორი ვინაიდან როცა იტყვიან მშვიდობა და უსაფრთხოება, მაშინ მოულოდნელად დაატყდება თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები და ვერ დააღწევენ თავს. აი როცა იტყვიან მშვიდობა, აი ეს მშვიდობა ხო არის ქრისტე წინასწარმეტყველებს რომ იქნება ომები. მეორედ მოსვლის წინ ომები იქნება. ხა ომები ყოველთვის იყო. დღესაც არის და ვიღაცა იტყვის რომ აი ომებია და უახლოვდებით, მაგრამ ადრეც იყო ეს ომები. ამიტომ მარტო ომები არ არის. საუბარია იმაზე რომ ვიღაცა იქნება ისეთი, რომლებიც ამ ომებს შეწყვეტს. მაგრამ შეწყვეტს არა ქრისტეთი, არა ღმერთთან შერიგებით, არამედ რაღაცა სხვა, რომელიც იქნება ქრისტეს გადარჩენის, ცხონების საწინააღმდეგო. ამიტომ, როდესაც ქრისტეს მსახურება მთლიანად მოისპობა და გადარჩენისთვის ფიქრი მოისპობა და მხოლოდ ფიქრი იქნება ხშირად ამბობს ქრისტე მეორედ მოსვლაზე როცა საუბრობს, გაიხსენეთ ლოთის ცოლი. ხა ლოთის ცოლს რა დაემართა? გადით ეუბნება, უკან არ მოიხედოთ. და ლოთის ცოლი, როცა გოგირდის წვიმა იწვიმებს სოდომ გომორზე, დაენანება, იქ დიდი სიმდიდრე იყო და კარგად ცხოვრობდნენ. დაენანება იმის დატოვება და უკან მიბრუნდება. ანუ ეს უკან მიბრუნება კი არ იყო პრობლემა. დანანება იყო პრობლემა. ამიტომ ამბობს რომ როდესაც ის დრო მოვაო, ვინც ყანაშია უკან ნუ დაბრუნდებაო. ანუ არ უნდა დაგენანოს იქ რაც რჩება, რაც იწვება, რაც გინადგურდება. ანუ ამ სოფლის სიყვარული გამეფდება ეკლესიაშიც. ეკლესია მართალი ეკლესია არ იარსებებს. სულიწმინდის მსახური ეკლესია არ იქნება. და ეკლესიის ერარქები იქნებიან სრულიად მიწიერები. და გადარჩენის შანსი არ იქნება. ცოტა შემზარა ამახსნა. ეხლა რომ ვაკვირდები სუგდიჩი ვიყავი და იქ თქვეს ვინც პროტესტში იყო, დღევანდელ დღესაც შევეხოთ ცოტა ვინც პროტესტში იყო. თითქმის ყველა იყო ან ყოფილი ეკლესიური, რომლებსაც ბოლოზარი ჰქონდათ უკვე ეკლესიაში. დაძრიდან ან გააგდეს ან ესე. და თითქმის ყველა მეუბნებოდა რომ შორს ვართო ეკლესიისგან. ვინც პროტესტში იყო და მეუთხარი ესეთი რაღაცა. რა საოცრება. ვინც ეკლესიისგან შორს არის, ის უფრო ეკლესიური და მართალი აღმოჩნდა. ვინც ეკლესიასთან დღევანდელ ეკლესიასთან ახლოს არის. ეს არის ერთ-ერთი წინა სახე დაღუპვისა. როცა ეკლესია სიმართლე მსახურება შეწყვეტს. და როცა ეს არის ზუსტად სიმართლე არის, სიმართლე ჩვენ ხედავთ სულით, ხო? სულიწმინდით. ამიტომ ვინც
სანამ შუაგულიდან არ იქნება გაყვანილი. სულიწმინდის მსახურება. სულიწმინდის მსახური სანამ შუაგულიდან არ იქნება გაყვანილი. ანუ სულიწმინდა, რომელიც ჩვენ გვაძლევს ქრისტეს დანახვას, ჭეშმარიტების დანახვას, აი ეს მადლი და ეს ძალა გაუქრება ქრისტიანებს, მორწმუნეებს და სიცრუის მსახურები გახდებიან, მამონის მსახურები გახდებიან. და ყოველთვის იყო ეს, მაგრამ მასიური გახდება, ერთიც კი არ დარჩება. ერთიც კი არ დარჩება, რომელიც იქნება სულიწმინდის მსახური. ვინც საიდუმლოს ემსახურება, რაც არ ჩანს იმას ემსახურება. ღვთის საიდუმლოს მსახურება არის ის, როცა შენ ანტიქრისტეში ქრისტეს საწინააღმდეგო მოქმედებებს ხედავ. ანტიქრისტეები ბევრიაო, იოანე ამბობს, ჩვენს დროსო, ბევრიაო შემოსულიო. მაგრამ ის ანტიქრისტე მოვა. ის თავარი, მაგრამ ანტიქრისტეები ბევრია, როდესაც აი დააკვირდით, როცა ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესია აქებს კულელს კულელ იმპერატორს მაგალითად კულელ პრეზიდენტს ბავშვების კულელ პრეზიდენტს და ამბობს რომ ეს არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იქ დაღუპულია ეკლესიის სომიერება და ზუსტად აი ესეთი მსახური გახდება ტაძარშიც კი დაჯდება ამას ნიშნავს ის მაინც პატრიარქი კი არ უნდა იყოს ანუ ტაძარში ის იქნება მიღებული და მას ემსახურებიან და ეს იქნება ბოლო მეორედ მოსვლის უმთავრესი ნიშანი როცა ეკლესია შეწყვეტს სულიწმინდის მსახურებას და სიმართლის მსახურებას და მართალი ხალხი აღმოჩნდება გარეთ რაც დღეს ხდება და ისინი ვინც შემოსილები არიან უფლის ფორმით, უფლის მსახურის ფორმით ისინი იქნებიან სიმდიდრეს გადაგებულები და ძალაუფლებით და ძალაუფლებასთან ახლოს ყოფობით შეინარჩუნებენ თავიანთ ძალაუფლებას, სიმდიდრეს და კეთილდღეობას ამ ქვეყნეურს. ეს არის ანტიქრისტეს მსახურება და ეს ჩვენს ეკლესიაში ახლოს არის. თუმცა ეს არ ნიშნავს მეორედ მოსვლა რომ ახლოსა. ეს მინდოდა ბოლოს რომ ეკითხა რომ ნიშნებ ჩვენ ვისაუბრეთ ნიშნებზე თუმცა როგორც თქვენ ბრძანეთ ვინმეს ვისაც შეუძლია ეს დანამდვილები და ზუსტად თქვას ეს ყველაფერი როდის მოხდება ეს ინსინუაციები არის და არ შეიძლება რომ ვინმეს რომელიმე თარიღთან მიმართებაში ეს მოლოდინები გააჩინოს ისეთი რომელსაც შეიძლება მე შესაბამისი განწყობებიც მოყვეს ჩვენს ეკლესიაში დავამატებ ჩვენს ეკლესიაში ძალიან ხშირად წინასწარმეტყველებენ ზოგი თავისი ლოცვით მეორედ მოსვლა ზოგმა გადაწია უნდა ყოფილიყო და გადაწია მეორედ მოსვლა ეს ხუმრობაა რა თქვა მე კი არ ხუმრობ მაგრამ ვინც ეს თქვა იმენი ხუმრა იმედი მაქვს რომ იხუმრა სერიოზულად არ უთქვამს ზოგი კიდე ამბობს რა აგერა მოახლოებულია ეგ შეუძლებელია ვინმე თქვას მაგრამ ნიშნები არის და ყველაზე დიდი ნიშანი რაც ჩვენ გვაქვს ეს არის ილია წინასწარმეტყველის მოსვლა აი ეს ილია წინასწარმეტყველის მოსვლა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი როცა ის გამოჩნდება და ქრისტე ამბობს რომ ისო ყოველივესო აღადგენსო ეს აღადგენს სიტყვა ისეთია თორთული ეს მიცვალებულებს არ აღადგენს არაფერი განაახლებს აღადგენს იმ დაკარგულ წმენას ადამიანებში და მას მოკლავენო ესე არის წინასწარმეტყველი და ყველა დაინახავს მას დიდ ქალაქში შუაში მოკლულს დაგდებულს და ერთ-ერთი ნიშანი ეგ არის რითაც უნდა ვიცნოთ მაგრამ უმთავრესი ნიშანი მორწმუნისთვის მეორედ მოსვლა როგორც პავლე მოციქული ამბობს მორწმუნისთვის არ იქნება მოულოდნელი
მორწმუნისთვის არ იქნება მოულოდნელი, იმიტომ რომ პირველ რიგში ამას იოსებ ღვთისმეტყველი ესე აღნიშნავს, რომ მორწმუნე არის ის, ვინც ღმერთი უკვე მიიღო და მისთვის უკვე ეს მოსვლა არ იქნება მოულოდნელი. და მეორე ის, რომ ადამიანები მიხვდებიან, როცა ცხონება შეწყდება, ანუ ღმერთის მსახურება შეწყდება. მართალი ღვთის მსახურება შეწყდება მთლიანად და მართალი ღვთის მსახურები გახდებიან ანტიქრისტეს მსახურები თავისი ნებით. და სხვათა შორის აქ იმასაც ვიტყვი, რომ ხშირად არის ხოლმე მარჯვენა და შუბლზე და მარჯვენა ხელზე ბეჭედი. და ქადაგებენ რომ ლამის კოვიდის აცრა ეს იყო ისაო ბეჭედიაო და იქ ჩიპიაო ჩასმულიო და ნუ რაღაცა საოცრებები იყო ნუ ქართული ეკლესიაში იყო კატასტროფა ჩვენი ცნობიერების და მე როცა აცრა გავიკეთებ ხუმრობდი რომ მარცხენაზე გამიკეთეს მეთქი ნემსი მარცხენაზე გამიკეთეს მარჯვენა არ გამიკეთებია მეთქი ყველას მარცხენაზე უკეთებდნენ მაგრამ და ეს რას ნიშნავს მარჯვენა და შუბლი ანუ მარჯვენა ხელი განსაზღვრავს ყოველთვის საღვთო მოქმედებას ანუ როგორც დაჯდა მარჯვენით მამისა და ანტიქრისტეს ბეჭედი მარჯვენა ხელზე რო ექნება ნიშნავს რომ ის ანტიქრისტეს მარჯვნივ ანუ მისი საქმის აღსრულებელი იქნება ჩვენ ხო ვართ ხორცი და სული და ხორცი როგორც დავიწყო ეს ხელზე მარჯვენა ხელზე ბეჭედი ნიშნავს რომ ანტიქრისტეს საქმეებს აკეთებ ფიზიკურად და შუბლზე ანტიქრისტეს ბეჭედი ნიშნავს რომ ისე აზროვნებ როგორც ის ისე ხედავ როგორც ის ისე მიგაჩნია სწორად როგორც მას და არა როგორც ქრისტეს ეხლა ჩვენ ყველას გვაქვს სულიწმინდის ბეჭედი მონიჭებულა სულისა მიერ წმინდისა ამინ ესე ამბობს მღვდელი როცა ცხებს მიროს და ეს სულიწმინდის ბეჭედი ნიშნავს რომ ჩვენი აზროვნება არის ქრისტეს მიერი შეუდგები ქრისტესა გეკითხება მღვდელი შეუდგები წამს იგი ვითარცა მეუფე და ღმერთი მე მწამს რომ ქრისტეა მეუფე და მე მწამს რომ ის არის ჩვენი ღმერთი და მე მწამს რომ ის მოქმედებს აი როცა ქრისტე წამს ქრისტესი გჯერა რომ ის რაც თქვა ის არის სიმართლე აი მაშინ შუბლზე გაქვს ბეჭედი სულიწმინდით დაბეჭდილი რომ შენ ხარ ქრისტეს მსახური ცნობიერებით და როცა მოქმედებ რასაც აკეთებ სიკეთეს აი დააპურე გლახაკი წყალი მიეცი ერთს იმიტომ რომ ის წინასწარმეტყველია დაინახე და მიეცი დაეხმარე გაჭირვებულს აი ამ შემთხვევაში შენ აკეთებ შენს მარჯვენაზე არის ქრისტეს ბეჭედი და პირიქით რომ მოვაბრუნოთ იგივეა ანტიქრისტეს ბეჭედი მაგალითად ჩეკისტები თუ რა ვინც არის რაც იყვნენ ხო რომლებიც ტაძრებს ანგრევდნენ ესენი იყვნენ ხელზე მარჯვენა ხელზე ანტიქრისტეს ბეჭედით აღბეჭდილები და ისინი ვინც კომუნისტურად აზროვნებდა და ვისაც ის შეგონა სიმართლე და არა ქრისტე და ვისთვისაც ქრისტე მკვდარი იყო და კომუნიზმი იყო ადამიანების გამცოცხლებელი და ჯეროდა ამისი წერდნენ და ასე არწმუნებდნენ ხალხს იმან შუბლზე ქონდა ანტიქრისტეს ბეჭედი ამას მომსწრეები ვარ ჩვენ ესენი ყველანი ანტიქრისტეები არიან მაგრამ ის თავარი ანტიქრისტე მოვა და მისი მსახურები აქედან უნდა ვიცნოთ დავაკვირდეთ რომ ვიცნოთ მადლობა მართლა ძალიან მძიმე და რთულ ნაწილ შევეხეთ ქრისტიანული სწავლების ჩვენ მოგვიწევს ამ დაბრუნება კიდევ არაერთხელ მით უმეტეს დიდ მარკოს პერიოდში ბევრი ისეთი საკითხი წამოვა წინა პლანზე რომელიც ამ თემას კიდევ ერთხელ მოგვაბრუნებს ასე ვთქვათ დღეს გავჩერდეთ
მადლობა უთხრათ მაყურებელ ჩვენთან ყოფნისთვის. შევახსენოთ, რომ ისინი თვალსადევნებენ მამა დოროთეს ამბიონს, გადაცემათა ციკლს, რომელიც დროების YouTube გვერდზე გრძელდება და ყოველკვირეულად თავაზობთ ჩვენ მათ ახალ გამოშვებას. ჩვენ ვეცნობით, ვითვალისწინებთ გამოხმაურებებს, რომელიც ჩვენი გადაცემის უკავშირის სახით გვაქვს და ვითვალისწინებთ მათ შორის თემების შერჩევის დროსაც. მე მგონი რაღაც დამატებაც გსურთ. ერთი ფრაზა მინდა უთხრა მაყურებელს. შეიცანით ქრისტე და ანტიქრისტეს შეცნობა არ გაგიჭირდებათ. ამიტომ რაც შეიძლება ნაკლები იკითხეთ ანტიქრისტეზე და მეტი ქრისტეზე. ეს იგივეა, რომ თბილი ოთახიდან ცივ ოთახში გადასვლა, რომ შეიგრძნოს სიცივე, პრობლემა არ არის. თუ სითბოში ხარ მიჩვეული, სიცივეს უცებ იგრძნო. ამიტომ ქრისტე თუ იცი, ის ქრისტეს მოწინააღმდეგეა. ამიტომ ქრისტე შევიცნოთ. მადლობა, აქ დავასრულოთ. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გამოიწეროთ და მოიწონოთ ჩვენი გადაცემები იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, მოისმინოს და ჩვენთან ერთად იყოს. ნახვამდის შეხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში.